ვაჟა-ფშაველას კვარტლებში ამ დრომდე ათეულობით ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკის სახელით ცნობილი საცხოვრებელი კორპუსი დგას. საბჭოთა კავშირის დროს დაჩქარებული ტემპით აშენებული ამ სახლების უმეტესობა ხუთსართულიანია. თუმცა თბილისში მათ ავთენტური სახით, ანუ მიშენება დაშენების გარეშე პრაქტიკულად ვეღარ ნახავთ. კიბეების პრობლემა დამსხვრეულია, კიბეები, ფანჯრებით და როგორც ვიცი, ჟოლობები არ აქვს წყლის კორპუსს. ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების მდგომარეობა, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებშია აგებული, მათი მცხოვრებლების ნაწილს ძალიან აწუხებს. ჩვენთან ჩამოდის წყალი, მცირედით და ნესტიანდება კედელი. ხელმოწერები გავაკეთეთ აგროს, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა იმის მერე ჯერჯერობით. ვიზუალური რემონტი უნდა, შპაკლევკა, ეგეთი რაღაცები, შტუკატურკა, შეღება, ეგენი უნდა. დანარჩენი დგას რა. უნდა სარდაფებს დათვალიერება რა, რამდენად წყალი ხო არ ჩადის და რამდენად მყარია. დანარჩენი პრობლემები არა. აი ეს უნდა რაც თქვა ბატონმა და აუცილებლად უნდა სარდაფების დათვალიერება. აი მის მონიტორინგი თუ იქნება, კარგი იქნება, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე შემთხვევა არ მოხდეს. და სადარბაზოებს რომ მიეხედოს რა უბრალოდ რა, იმიტომ ყველგან უკვე კარებია ყველა სადარბაზოს და ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკებში ეს არის. როგორც ირკვევა, ეგრეთ წოდებულ ხრუშჩოვკაში ცხოვრებით მოქალაქეთა ნაწილი ძალიან კმაყოფილია. ძალიან მაგარ მდგომარეობაშია მე თუ მკითხავთ ხრუშჩოვკები. ეხლა ისეთ მდგომარეობაში ახალ სახლებს რო აშენებენ, ესენი არა ისეთ მდგომარეობაში. ინჟინერ ვიტალი ლაგუტენკოს პროექტის მიხედვით სწრაფად და მცირე დანახარჯებით აგებულ ხრუშჩოვკებს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოეწურათ. თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით თბილისში 12,000-მდე ოჯახი დღემდე სწორედ ამ ტიპის კორპუსებში ცხოვრობს. ვაჟა-ფშაველას კვარტლების მცხოვრებლები გაყვანილობასა და კანალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ხშირად უჩივიან. ვიმე, ძველი ხეკალებია. მსგავსი პრობლემა მეოთხე კვარტალში ჩვენმა ვიდეო კამერამაც დააფიქსირა. ახლა კანალიზაცია დაუშვათ სკდება და რაღაცა სიტყვაზე გამოსაცვლელია, რაღაცა ხა ყოველთვის შეიძლება რაღაცა დაზიანდეს და რაღაცა ეს არ არის პრობლემა იმისი, რომ ხრუშჩოვკები ცუდ მდგომარეობაშია. არც სინესტი აქვს სადარბაზოში, არც პადულებში, არც ბოდიში და წრუწუნები არ აყვავს, ვირთხები არ აყვავს და არაფერი, რა ვიცი მე. ყველანაირად ვთილობთ და უვლით და რა ვიცი მე. არ დაანგრეულა და არაფერი. გაყვანილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოქალაქეების ნაწილი უბნის გარშემო გაჩაღებულ სამშენებლო ბუმსა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდასაც უკავშირებს. ადგილი რომ აღარ არის და დამატებით შენდება, გათვლილი არ არის იქ თქვათ. ამხელა დატვირთვა ბუნებრივია ეხლა. ზედმეტი დატვირთვა არაფრისთვის არ არის კარგი. მორალურად გაჩვეთილია და ფიზიკურად თავისთავად გაიჩვითა. მაგრამ ავარიული შეიძლება არა, მაგრამ გაჩვეთილი და მოძველებული არის მორალურად. ალბათ ფიზიკურადაც. სტანდარტული ინდივიდუალური ვადა არსებობდა, ეს დამოკიდებული იყო ხრუშჩოვკის ტიპზე, რომელიც სერიის ხრუშჩოვკა იყო და დიაპაზონი ამ ვადისა იყო 20-დან თქვენ წარმოგიდგენთ 50 წლამდეც კი. როგორი იყო 60-იან წლებში აგებული ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების ექსპლუატაციის ვადა და როგორია დღეს ამ შენობების მდგომარეობა? ამ კითხვებით ევრონიუს ჯორჯიამ არქიტექტორსა და ურბანისტს ლადო ვარდოსანიძეს მიმართა. და თქვენ სადმე გსვენიათ, გაიგიათ, ბევრი და კარგი ერთდროულად? არ არსებობს ასეთი რამე, ამიტომ ეს იყო დროებითი ღონისძიება და მე კარგად მახსოვს ჩემი ასაკის გამო, რომ თავის დროზე ხრუშჩოვი გამოვიდა კომპარტიის ყრილობაზე და დაგვირდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, რომ 1980 წელს ჩვენ ვიცხოვრებთ კომუნიზმში, ხო წარმოგიდგენიათ? ანუ კარგი სახლები, კარგი ასე ვთქვათ საბინაო პირობები და ყველაფრით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს ვერ შედგა, მაგრამ მან შენდა მასივები, პირველი იყო საბურთალო, შემდეგ ესე იგი გაჩნდა მესამე მასივი ეგრეთ წოდებული, მერე წამოეწია ამას უკვე მოგვიანებით გლდანი და ასე შემდეგ. ნუ ბოლო ასე ვთქვათ განვითარების იმპულსი ქალაქჩენილობის თვალსაზრისით ამ ხრივ და მასობრივი ბინაშრობა იყო დიდი დიღომი ცხადია, რომელიც ახლაც ვითარდება.
ვარდოსანიძის განმარტებით საბინაო პოლიტიკისა და განსახლების მიმართულებით საქართველოში დღეს სრულყოფილი კანონმდებლობა არ გვაქვს. ერთადერთი კანონი კი, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ კანონია. ურბანისტი ეგრეთ წოდებული ხრუშოვკებისთვის დამახასიათებელ მიშენების პრობლემაზეც საუბრობს, რომელიც პირველად საბჭოთა კავშირის დროს დაუშვეს. მისი დაშლის შემდეგ კი სამშენებლო გაფართოების პროცესმა სრულიად უკონტროლო ხასიათი შეიძინა. ანალოგი მე საბჭოთა კავშირში ყოფილში არ ვიცი. არც ერევანში, არც ბაქოში, არც მოსკოვში, არც კიევში თქვა, სადღაც. ბელორუსზე რო არაფერი თქვა, სადაც ყველაფერი უჭირავს იმ გაზეთ ხელში, ხო? აბსოლუტურად გავედით ყველა ზღვარს. ეს იყო რა იცით, საბჭოეთის პერიოდში ლაღად ვინ ცხოვრობდა, ხო, ყველას მეტი და მეტი უნდოდა. სხვა შორის მაშინ გვაფრთხილებდნენ ჩვენ სანიტარიული ექიმები, ფუჭდება სანიტარიული პირობები, მზის, ესე იგი, სინათლე, სხივები ვეღარ შემოდის ისე როგორც უნდა შედიოდეს, რაც გათვლილი იყო საბჭოთა ხრუშოვკებშიც კი. და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს თაობაზე. ახალგაზრდა თაობაზე, ამას გვაფრთხილებდა, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხებოდა. სპეციალისტების განმარტებით სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევას დღეს უკვე ის ახალი განაშენიანება იწვევს, რომელიც ძველ უბნებში ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ დღეს ვიყენებთ ზონირების ფილოსოფიას ქალაქმშენებლობაში, ხო? მაგრამ მახინჯდება ძალიან ხშირად ეს გენერალური გეგმა არსებობს თბილისის, მაგრამ არსებობს კიდევ ეგეთ სატელეფონო სამართალი ეგრეთ წოდებული, ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილებების მიღება. ისე რომ საზოგადოებას, ვთქვათ, არავინ არაფერს არ ეკითხება. ძალიან ბევრი პროტესტია, ვიცი, მწვანე სივრცეები, ვთქვათ, იკლებს, მეცაც გეტყვით, იჩეხება კომუნისტების მიერ დარგული და გახარებული წიწოვანი ტყეები, აი ბაგები. ოფისში, სადაც მე თანამშრომლობ ახლა, ხო, ბაგებშია სწორედ. გაჩეხილია ჩასმულია სახლები და თვლიან რომ კარგ გარემოში ცხოვრობენ. კარგი გარემო არის, მაგრამ რის ხარჯზე და ვისთვის არის კარგი გარემო, ხო? საქართველოში ყველგან უნდა იცხოვრებოდეს. ჩემი გაგებით, როგორც ქალაქელის და ურბანაიტის გაგებით, საქართველოში ყველგან სამწუხაროდ ახალგაზრდობისთვის განსაკუთრებით ჯერჯერობით არ იცხოვრება. ურბანისტი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაზეც საუბრობს, რომელიც საცხოვრისისა და განსახლების საკითხებს დაარეგულირებს. დაიშალა ინსტიტუციები, ჩვენ გქონდა ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტრო, რომელმაც შემდეგ მოგვიანებით შემოიერთა საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროც. ანუ ესე იგი პატრონი მეურვე ყავდა ამ დარგს. თქვენ ვერ მეტყვით ვინ პატრონობს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ვინ პატრონობს საერთო საცხოვრისის თემას და სად ვარ და რას ვაკეთებთ. ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისის მერის პროგრამის ნაწილიც იყო. ამ ტიპის შენობების ჩანაცვლებას მერია კერძო სექტორს თავაზობდა, თუმცა ბიზნესთან თანამშრომლობით მხოლოდ ერთი პროექტი განხორციელდა. როგორც უწყებაში დღეს ამბობენ, ეგრეთ წოდებული ხრუშოვკების ჩანაცვლება ეტაპობრივად, მათი ავარიულობიდან გამომდინარე, ამხანაგობების მიმართვის საფუძველზე ხდება. რისთვისაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა და შესაბამისი განაცხადის შევსებაა საჭირო.